ისი თქვენ რომ უმრავლეს შემთხვევაში მე საერთაშორისო პოლიტიკაზე ვაბახვილებ ყურადღებას უკრაინა რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია რა ხდება უკრაინაში უკრაინის გარშემო რა ხდება აგრეთვე ბოლო პერიოდია დაგვემატა ირანის თემა და წარმოუდგენელია რომ ამ თემაზე არის საუბრო ახლო აღმოსავლეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი კომპლექსური იერიშები ალი ხამენეის ლიკვიდაცია და ასე შემდეგ პარალელურად რასაკვირველია უნდა განიხილო რუსეთი როგორ დასუსტდა ვენესუელაში როგორ სუსტდება და დასუსტდა ირანში როგორ სუსტდება და დასუსტდა კავკასიის რეგიონში და ასე შემდეგ ადგილობრივ ჩვენ სინამდვილეში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ პროცესებსაც მიმოვიხილავ ხოლმე მაგალითად გუშინ იყო თუ გუშინ წინ უფრო ზუსტი რომ იყო პოლიტიკურმა პარტიებმა გააფორმეს ალიანსი მე მივესალმები ამ ალიანსს მიუხედავად იმისა რომ 7/9 ამ პოლიტიკური პარტიებიდან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები არიან ანუ ჯერაც ყოფილი ნაციონალურ მოძრაობაში და კიდევ ისინი რომლებიც თავის დროზე წამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან მე მგონია რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ალიანსი მე მივესალმები ყველა პარტიამ საკუთარი იდენტობა გამოჩორკნა ამ წლების განმავლობაში და ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაინც ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით ერთ-ერთი გზა ბანდიტური ქართული ოცნების დამარცხებისა ამიტომ ადგილობრივ ჩვენ სინამდვილეში არსებულ თემებზეც ამახვილებ ყურადღებას ცხადია განსაკუთრებით დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ფრიად არაადეკვატურ ქმედებებზე, ფრიად არაადეკვატურ ნაბიჯებზე, პოლიტიკური შინაარსის ნაბიჯებზე, განცხადებებზე მათ შორის. აგრეთვე მისი მომხრეების, ექსპერტებად წოდებულების ან პროპაგანდისტების ქმედებებზე, განცხადებებზე. აგრეთვე, მაგალითად, მის მედიაში, ბანდიტთა მედიაში მიმდინარე იმედის გარშემო მიმდინარე პროცესებზე იმედის დასანქცირება, რა პრობლემები შეექმნება იმედს უკვე შემდგომ პირველ ყოვლისა, რასაკვირველია ლაპარაკობ 10-დან რაღაც 8-ჯერ ლაპარაკობ ბიზინა ივანიშვილ ბანდიტზე. მოდიში ამ სიტყვის წარმოთქვა მე მგონი აღარ მაქვს ამ სიტყვის წარმოთქმის უფლება, იმიტომ რომ მე მგონი რაღაცა კანონი მიიღეს თუ აპირებენ რომ მიიღო და თუ ბანდიტს არაკანონიერ ხელისუფლებას უწოდებ ქართულ ოცნებას შეიძლება გადურთინონ თავი საპატიმროში ეგრა მაგის პასუხი. ამიტომ ჩავთვალოთ რომ ყველა სიტყვა ჩავსვი ბჭყალებში, ბანდიტები ბჭყალებში, რაღაც სინდიკატი ბჭყალებში, დე-ფაქტო ხელისუფლება ბჭყალებში, ოღონდ ბჭყალებში ხო უბრალოდ ეხა ფიზიკურად ვერ ჩავსვავ, ხო ეს ხო დაწერილი არ არის, ეს ხო წარმოთქმული სიტყვა. მივიღე გადაწყვეტილება რომ პერიოდულად არახშირად მაინც და მაინც მაგრამ ფრიად საინტერესო სოციალურ საკითხებზეც გავამახვილო ხოლმე ყურადღება ისი თქვენ რომ ბანდიტურმა ბჭყალებში ხელისუფლებამ ხო დაიწყო ბრძოლა მაღალი ეგრეთ წოდებული მაღალი ფასების წინააღმდეგ რატომ უნდა ღირდეს ავსტრიაში კვერცხი ამდენი როცა ჩვენთან ღირს ბევრად მეტი და მოდი შევამცირებინოთ სუპერმარკეტებს თუ ჰიპერმარკეტებს თუ ზოგადად მარკეტებს კვერცხის ფასი კვერცხის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი და აი რა დაიწყო მაგრამ რა დაიწყო ეს პოპულისტური მემარცხენეც არ ჰქვია ამას სოციალისტური რაღაცა კამპანია, ბარემ დააწესეთ ზედაზღვარი და აი ვინც კი ზედაზღვარს გადასცდება ოდესმე, მაგალითად 59 წლით დააწესეთ ზედაზღვარი, ვინც კი ზედაზღვარს გადაცდება კვერცხის ფასში, დაიჭირეთ პირდაპირ. ანუ გაიმეორეთ 70-იანი წლები საბჭოთა საქართველო ან 60-იანი წლები სხვა ბევრი საბჭოთა რესპუბლიკის პრაქტიკა, რამდენადაც მახსოვს ყაზახეთში, ბელარუსში და ხო ბელარუსში მეგონი ახლაც არის რაღაც ზედაზღვარი დაწესებული. ამასობაში საქსტატმა თებერვლისთვის ფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. აი თებერვალი გავიდა, თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, კი არა მარტი დადგა, ხეში წყალი ჩადგა და ჩამოაყალიბა, კი არა გამოაქვეყნა თებერვლისთვის პირველადი მოხმარების საგნებზე ხაზგასმით ვამბობ თებერვლის სტატისტიკა, ანუ არ აინტერესებთ რასაკვირველია ჭიქა რა ღირს,
არ აინტერესებთ რა ღირს კალამი, ბუნებრივიც არის, არ აინტერესებთ რა ღირს სიგარეტი, შეიძლება აინტერესებთ არ ვიცი, არ აინტერესებთ რა ღირს მაგალითად პირობითად საფულე, კალამი ვთქვით, ტელეფონი, ელიტ ელექტრონიკსში კომპიუტერი, ეს ეგრეთ წოდებული ქართულად როგორ არის, ბლოკნოტი, მოკლედ და აინტერესებთ ცხადია რა ღირს ძე, პური, ყველი, კვერცხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საქსტატი ამბობს, რომ თებერვალშიო ფასებმაო მხოლოდ 0.2%-ით მოიმატაო. ანუ ესე იგი რაც ღირდა ლარი, ის ღირს რამდენადაც მე ხვდები, ლარი და 20, ხო? ხო არ მეშლება 20% გამოდის მომატებული ფასები. ეს რიცხვი უფრო მეტი რომ არ გამოჩნდა, რეალურად ხო მეტია მატება. მეტი რომ არ გამოჩენილიყო და ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანია წარმატებით რომ წარმოეჩინათ, ამას ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი წერს და არ დავასახელებ, იმიტომ რომ მისგან ნებართვა არ მაქვს იმის თაობაზე, რომ მისი ვინაობა გააგიმხილოთ. სწორედ იმ საქონელზე დააფიქსირა ფასების კლება თვეში, რომელსაც საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მეშვეობით ებრძვიან და ესენი იცით რომ ებრძვიან მართლაც ამ ჰიპერმარკეტების დისტრიბუციას, დისტრიბუტორებს ებრძვიან, ამბობენ რომ ეს ჯერაც დაცების ხელში აივაჭონია, ჩაუვარდათ რამდენადაც მე ვიცი კამპანია, მაგრამ მაინც. მოკლედ, თურმე ფასები შემცირებულა რძე და ყველი და კვერცხი. რა ღირს ყველი? კილოგრამი ყველი სულ მინიმუმ ამ პერიოდში ღირს 15 ლარი ბაზარზე. და ესენი ამბობენ რომ 3.5%-ით შემცირდა ყველის ფასიო. ეხლა ვილაპარაკოთ რამდენია 15 ლარის 52 თეთრით შემცირებულა ყველის ფასი. ანუ თუ 15 ლარი ღირდა, ახლა ღირს 14 ლარი და 48 თეთრი ამათეული სტატისტიკით. რა ღირს კვერცხი? საცალო ღირებულება ავიღოთ 60 თეთრი ბოდიში, ესე არ უნდა ვიგონ 0.6. რამდენი თო 3 ხო? 3.5-ით. ესე იგი 58 თეთრის ფარგლებში გახდა საცალო კვერცხის საცალო ღირებულება. ტკბილეული ასევე 3.2%-ით. არ ვიცი უბრალოდ რა ღირს და აქედან გამომდინარე ვერ ვიანგარიშებ. ყავა, ჩაი და კაკაო. კაკაო. 20 ლარი ღირს ხო დაახლოებით რაღაც პირობითად ნესკაფეს კაკაო. და რამდენი ბოდიში ისა კაკაოსი შემცირებულა ვერც ვიანგარიშებ. 2.7% ბოდიში, 2.7%. 54 თეთრით, ანუ თუ ღირდა 20 ლარი და ღირდა 20 ლარი, 19 ლარი და 46 თეთრი ეღირება კაკაო. ზეთი და ცხიმი 0.9%-ით, ანუ 1%-ით არ შემცირებულა. ოღონდ არ ვიცი რა ღირდა ზეთი. მაგრამ ნუ მაგალითად ღირდა 5 ლარი, ხო? რა ვიცი რა ღირს ინგა ზეთი. 5 გაყოდა. გამრავლი 0.9-ზე. 4 თეთრით შემცირებულა ზეთის ფასი. არა, მე მესმის რომ როდესაც რაოდენობაში ყიდულობ და ესე იგი საცალო ღირებულებაზე კი არა, საბითუმო ღირებულებაზე ვლაპარაკობთ, ხა ეს 1-4 თეთრი, რაღაც 100 ბოთლზე 4 ლარია და თუ 4 რამდენი გამოდის. ხო, 100 ბოთლზე 40 თეთრია და 1000 ბოთლზე 4 ლარი და 10000 ბოთლზე 40 ლარი და 100000 ბოთლზე 400 ლარი, გავიგე ეს ყველაფერი. მაგრამ ცოტა სასაცილოდ რომ ჩანან, ესეც ფაქტია. კიდევ რა შემცირდა ბოდის ვიხდი. და ამავდროულად ცხადია, მე მაინტერესებს ბაზარზე არა, ბაზარზე სად იყიდება 3.5 თეთრით შემცირებული, 3.5%-ით შემცირებული კვერცხი. იმიტომ რომ გულახდილად გეტყვით ჩვენ მომხმარებლები, რომლებიც ვსტუმრობთ მარკეტებს, ვერ უპოულობთ შემცირებულ ფასებს. ზეთი 6 ლარი ღირებულა ბოდის ვიხდი აქ მომწერეს და არა 5 ლარი. შესაბამისად 7 და ესე იგი ზეთი შემცირებულა 7 ლარი და
63 თეთრამდე, ანუ 27 თეთრით და ესეც თუ დამრგვალდება 7 ლარი და 73 თეთრი, ესე იგი 7 ლარს და 70-ს ხომ მომრგვალდება ქვემოთ 7 და 70-ს გადაგახდებიდან 7 გადაგახდებიდან 7 და 80-იან ზეთში, რომელიც გუშინ ღირდა 7 და 80. პოპულიზმია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში და იბოდიშებთ სიტყვისთვის და საზოგადოების დაბოლებაზე არის გათვლილი ირაკლი კობახიძეს რეალურად ირაკლი კობახიძის ეგრეთ წოდებულ ჭყალებში მთავრობას ძალიან უჭირს რეალურად მათ შორის ფასების კონტროლი უჭირს, მაგრამ ფასების კონტროლი არც არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და რამდენადაც მეყიდება მე წყალი პირობითად ზეთი თუ ის კვერცხი ისევ და ისევ იმდენად უნდა გავყიდო, მე რომ დავადო რამეხს მარკეტი გაქვს ამ корпуსის ქვემოთ და დავადო ამ კვერცხს პირობითად ცალს 10 ლარი და ეს კარგად შევფუთო. ანუ თქვა რომ არა მარტო ფიზიკურად შევფუთო რაღაც კარგი ხუთში ჩავდო, ხო? მეტნაკლებად რაღაც ვიზუალურად გამართულში და კარგი ბრენდინგი გავაკეთო. არამედ კარგი კამპანიაც დავახვედრო და ვთქვა რომ ამისთანა კვერცხი არ არის არსად. ეს იყო ჩვეულებრივი კვერცხი. არსად არ დახავ და დავაბდო ერთ ცალ კვერცხს 10 ლარი და მომხმარებელი მყავდეს და პირობითად 10 კაცი იყიდულობდეს 10 კვერცხს, ანუ 100 კვერცხი რო იყიდებოდეს 10 ლარად, ანუ 1000 ლარი რომ შემომდიოდეს, ჩემი უფლებაა ეს. და სახელმწიფოს არა აქვს არანაირი უფლება რომ გამაკონტროლოს მე 10 ლარს დავადებ კვერცხს თუ 1500 ლარს თუ პირიქით დემპინგური ფასით შევალ ბაზარზე და რო არის თვითღირებულება პირობითად ლაპარაკობ კვერცხისა, არ ვიცი 40 თეთრი აბსოლუტურად პირობითად ლაპარაკობ, ხო? 41 რატომ დავახსენებინა ახლა ეს რიცხვი, მაგრამ მაინც 41 თეთრად გავყიდი თუ არა, ან 39 თეთრად უბრალოდ თუ დემპინგურ ფასზე ლაპარაკობთ 39-ად იქნება და მე მიღირს 39 თეთრად კვერცხის გაყიდვა, რომ მე ამასობაში მივაყოლო არ ვიცი პური, რომელსაც ვყიდი რაღაც 10 ლარად 2 ლარიან თუ ლარიან პურს, ხო? და მაყურებელს რა შუაშია და მომხმარებელს ვიტყუებ ამით მაღაზიაში. ეს მე მესმის კაცს, რომელსაც არც მარკეტი მქონია, არც მექნება, არც სურვილი არ მქონია ბიზნესის, რამე ბიზნესის წარმოებისა და ასე შემდეგ, რომელსაც 7 წიგნიც კი არა, ბევრს ვამბობ, 3 წიგნიც კი არა მაქვს საკითხული ფას წარმოქმნაში, მაგას ამის სახელმძღვანელო, ხო? და სულ ჯამში არ ვიცი ამ თემაზე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ალბათ მილაპარაკია 5-ჯერ, 7-ჯერ მაქსიმუმ ვიღაც პირებთან, რომლებიც ჩემზე ბევრად კომპეტენტურები არიან და რასაკვირველი არიან, იმიტომ რომ ვისაც ჩაუვლია ამ ბიზნესთან, ან ზოგადად ბიზნესთან, ხო, მაგალითად ჩემს ერთ მეგობარს აღარ არის გაცოცხალი, მაგრამ ხო, მან შესანიშნავად იცოდა ფას წარმოქმნა, როგორი უნდა იყო ბიზნესი იცოდა, მარკეტინგი იცოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როცა ცოცხალი იყო 26 წლის თებერვალი გავიდა, ხო? ამ 8 წლის წინ თუ 10 წლის 8 წლის წინ გარდაიცვალა და როცა ცოცხალი იყო, ჩემი შვილის უფროსი გოგოს ნათლია, სულ მელაპარაკებოდა, სულ არასდროს სიტყვა, ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე ის ღვინის ბიზნესში იყო ერთი ხანობა და არა მხოლოდ ღვინის ბიზნესში. მოკლედ ვლაპარაკობდით ხოლმე აცხონოს ღმერთმა და მან იცოდა ბუნებრივია და აი ამაზე ხა ბევრი ვინც მიყურებს ჩვენი საერთო მეგობრებიდან მიხვდება ვიზეც მეგობრებიდან თუ ახლობლებიდან მიხვდება ვისეც არის საუბარი სახელს არ ვასახელებ თქვენი ნებართვით მისმა ოჯახმა მისულშვილმა იცის რომ მე გამორჩეული გზნობა მაქვს ეხლაც მაქვს მის მიმართ და ჩვენმა სამეგობრომაც იცის ცხადია მისმაც მამაც იცის და ყველა მიცის მოკლედ როგორც არის ფასის წარმოქმნა არ შეიძლება ასე ხელოვნური და სოციალისტური და რეპრესიული ქმედებებით არ შეიძლება რომ აიძულო ბიზნესმენი დააგდოს ან აუწიოს ფასი. რაც უნდა იმას გააკეთებს კოკა-კოლას წყალი მთის. აი, ჩემთან მაღაზიაში 55 თეთრად იყიდება და გადაღმა კი არა გვერდით პრაქტიკულად ჯიხურში იყიდება 2 ლარად. ჭყონიასთან 2 ლარი კი არ მიდის, ესე რომ გაიგოთ, ხო? ჭყონიასთან მიდის 55-ზე ნაკლები. იმიტომ რომ იქ ხო მიიტანეს დისტრიბუციის ფასი უშუალოდ მაღაზიის, რაღაც არ ვიცი რა მაღაზია არა მშობლ მაგნიტი ორი ნაბიჯი ნიკორა, ხო? იქ ხო მომატებული ფასი მიდის, ანუ ჭყონიასთან მიდის 55 თეთრზე ნაკლები ერთი ბოთლით. ეს
პატარა ბოთლები როა 0.3-იანი თუ არ ვცდები. ხო, და 2 ლარიდან ბუნებრივია რომ ვინც დაადო ესეთი ფასნამატი იმ ჯიხურში სადღაც, ხო, ჭონიასთან ისევ მიდის რაღაც პირობითად 30 თეთრი და ლარი და 70-ს ის ჯიხური უგებს. ეხლა როგორ შეიძლება იმ ჯიხურს უკარნახო და მოსთხოვო რომ 2 ლარს აღაი 2 ლარი დაადო და არა ლარი და 70 ან 58 თეთრი ან 77 თეთრი, ესე იგი უღირს ასე და ესე იგი ეყიდება, ესე იგი მომხმარებელი ხავს, რომ არ ხოლოდა მომხმარებელი. ბუნებრივია რომ ის არ დაადებდა, მით უმეტეს მალფუჭება წყალი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი, კვერცხი ფუჭებადი და მალფუჭებადი პროდუქტია, მას აქვს ისი თქვენ ეს კვერცხს რაღაც აწერია, რომ ამ დრომდე არის ვარგისი და შესაბამისად თუ ვინმე ზედო 70 თეთრი პირობითად ვლაპარაკობ, ესე იგი ყავდა მომხმარებელი. მაგრამ ბანდიტურ ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი, რომ როგორმე რეპრესიულ მარწუხებში მოაქციოს მათ შორის მარკეტების წარმომადგენლები, დისტრიბუციის წარმომადგენლები. მე ვერ გამიგია სიმართლე გითხრათ რატომ, ვერ ხვდები რატომ, უბრალოდ ერთი ეჭვი მაქვს, მათ ეშინიათ რომ ფასების უკონტროლები ამ მაღალი ეგრეთ წოდებული მაღალი ფასების გამო სოციალური უკმაყოფილება იქნება და აი ამ ხელოვნური ინტერვენციით ცდილობენ რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ საზოგადოების ფალში როგორც სოციალურ სამართლიანობაზე, სოციალურ თანასწორობასა და სამართლიანობაზე ორიენტირებული პარტია თუ ხელისუფლება იყოს, ასე გონიათ რომ ასე იფიქრებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათზე. კვერცხი გაიაფდა მეგობრებო, მე ვერ ვნახე გაიაფებული კვერცხი, მაგრამ როგორც ჩანს აი მათიკაშვილი ხვდება ხოლმე მე დელისის მეტროსთან შემხვდება ხოლმე რა გაივლის შემოხერავს ხოლმე დეპუტატად წოდებული მათიკაშვილი ბანდიტი ბჭყალებში როგორც ჩანს და ის რაღაც დატვირთული მიდის ხოლმე მეგონი ერთხელ ეს თქვი რაღაც პარკებით თქვა ვეოჯახი კაცია ხო და როგორც ჩანს ის იაფად ყიდულობს დელისზე კვერცხს ყოველ შემთხვევაში თუ იაფად არ ყიდულობს ის ვალდებულია რომ ტაში დაუკრას საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ჭყალებში ბანდიტ ირაკლი კობახიძის. გიბოდიშებთ რომ საერთაშორისო პოლიტიკაზე არ ვილაპარაკეთ დღეს, შესაძლოა არ ვილაპარაკეთ თლად და მაკმაყოფილებლად. უცხოთებაა ეს ჩემთვის, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ფრიად საინტერესო ვგონებ. ნახვამდის.